მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, არაჩვეულებრივი ადგილიდან ისეთი ადგილი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის პოპულარული საქართველოში. ცოტამ თუ ვიცით მის შესახებ, მეც რამდენიმე ხნის წინ გავიგე და პირველად მოვედი და ისეთი აღფრთოვანებული ვარ, პირდაღებული ვათვალიერებ აქაურობას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც გაგიჟდებით, რამე თუ არავინ არ ველოდებით, რომ ქართლში სადღაც მცხეთასთან ახლოს იქნება აი ამ ხელა რომაული ცივილიზაციის ნაკვალევი კი არა, მთელი სასახლეები, აუზები და აბანოები. აი რომის პატარა მოდელი გვაქვს გადმოტანილი ძალისაში. ადგილიც სახელიც როგორი შთამბეჭდავი და ჯადოსნური აქვს. ეს სახელი რო გავიგე, მაშინ მე მინდოდა რომ ჩამოსულიყავი და მენახა და გამეგო რა ძალა ქონდა აქაურობას. ხო და მოდი ერთად ვიკვლიოთ, გამოვიძიოთ თუ საიდან მოხდა რომი ძალისაში და ჩვენი მეგზური იქნება მანანა ოდიშელი ისტორიკოსი. ძალისა სიტყვა მაინტერესებდა, რა თქვია ძალისა? ძალისა სიტყვას აქვს ის მნიშვნელობა, რომ რაღაცა ძალა არის ამაში დახსენები, ხო? ყველასთვის ბუნებრივად ესე ჟღერს, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ მაშინდელ ლიბერიაში პირველ-მეორე საუკუნეებში ძალისა მართლაც რაღაც ძლიერი ადგილი იყო და ქალაქად იწოდება ისეთ ცნობილ გეოგრაფოსა და ფილოსოფოსა, როგორც არის პტოლემაიოსი. დავათვალიეროთ, დიდი ხანია მე აქ არ ყოფილვარ, ეს არის ტიპიურად რომაული აბანო. ხმერთო ჩემო, რა სასწაულია ეს რანაირად? და როგორი იდეალურად ნაშენია და შემორჩენილია. ხო, აი კერამიკული, მშვენივრად შემორჩენილი ესეთი გასაცხელებლები, რომელზეც ზემოდან იყო გადაფარებული იატაკი და ეს აცხელებდა თვითონ წყალსაც, იყო სპეციალური ცეცხლის დასანთები ადგილი და იქიდან უკვე შემოდიოდა სიცხე და ესენი ხურდებოდა და ამითი ხდებოდა გათბობა. აქ აი ესენი სხვადასხვა დროის არის და ფაქტიურად ამისი მთავარი რაც აქ აშენდა არის ეს სასახლე. სადღაც 20 ოთახის შემცველობის და პატარა აბანოსი. ძალიშა ბოხოჯაძემ აღმოაჩინა ეს იყო 60-იანი 75 წლებში იყო ეს გათხრები და მერე უკვე ჩვენ დროს, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში და უფრო 21-ში იყვნენ პოლონელები, რომლებიც აქ მუშაობდნენ და გეოდეზია, ბევრი რაღაცა გააკეთეს და ესე იგი ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცით აქ რა. დარწმუნებით ვერ ვიძახით, რომ ეს ის ძალისაა, რასაც პტოლემაიოსი აღწერს. ჩემთვის ესე არის, ესე აღიქვება, მე ჩემთვის ეს არის აი ერთი ადამიანის რეზიდენცია. დიდი რეზიდენცია, რომელიც ძალიან სერიოზული ან პოლიტიკოსი იყო, ან მიწათმფლობელი იყო, არ ვიცით. ქართველია ეს ადამიანი. ეს ქართველი, ამაზე ცოტა გვიან, როდესაც იქ მივალთ ვილაპარაკებთ ვინ იყო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი, მაგრამ არსებობს ასევე უზარმაზარი მასალა იმისთვის, რომ თქვათ, რომ საქართველო და რომის იმპერია იყვნენ დაკავშირებულები. ჩვენ ვიცით, რომ იბერია, როგორც ასეთი სახელმწიფოც ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ან მე-3 საუკუნის მიჯნაზე და ეს იყო დაკავშირებული ელინისტურ სამყაროსთან. მართალია ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში თითქოს არ შემოსულა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დაიყო მისი უზარმაზარი იმპერია სხვადასხვა
პატარა სახელმწიფოებად ანტიოქია იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი. საერთოდ ხდებოდა ურთიერთობა ანტიოქიასა და საქართველოს შორის უძველესი პერიოდიდანვე და ანტიოქიამ ძალიან მხარი დაუჭირა იმას, რომ საქართველო გამხდარიყო, ანუ იბერია. დამოუკიდებელი ქვეყანა. მანამდე კი ჩვენ უფრო ვიცით კოლხეთის შესახებ. კოლხეთი მართლაც ძალიან ახლოს იყო როგორც ჩანს დაკავშირებული ბერძნულ სამყაროსთან, იმიტომ რომ ისეთი საოცარი მითები, როგორიც არის ოქროს საწმისის მითი და პრომეთეს მითი, სხვა ქვეყნებზე არ არის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ბევრი მაგალითად სწრაბოდი ამას რაციონალურ ახსნასაც უყენებდა, რომ შეიძლება აქ იყო ისეთი ცოდნა, მაგალითად ლითონი, მაგალითად ოქრო და იყო, რა თქმა უნდა, იყო. და ეხლა როდესაც არქეოლოგიაზე ვლაპარაკობთ, არქეოლოგია ადასტურებს ამას ყველაფერს. საბედნიეროდ, რამდენადაც საქართველოს ჰქონდა ეს ურთიერთობა საბერძნეთთან და შემდეგ რომთან, გადმოცემებში არის ბევრი რამ საქართველოს ისტორიის შესახებ. ხო და ამდენად ჩვენ ვიცით, რომ რომი საქართველოს დაინტერესდა ძველი წელთაღრიცხვის 60-იან წლებში. ეს რატომ მოხდა? იმიტომ არა რომ მაინც ადამიანს უწოდათ დაეპყროთ ან საქართველოში, ანუ ამ ტერიტორიაზე რაღაცა თავის ინტერესები ჰქონდათ, არ იყო ესე. ეს იყო იმის გამო, რომ პონტოელი მითრიდატე ამ პერიოდში გახდა ძალიან ამბიციული პიროვნება, რომელიც საშინლად ებრძოდა რომს და დაიწყო დიდი ომი. და ერთ-ერთი მთავარი გენერალი, რომელმაც ფაქტიურად მოუღო ბოლო, იყო პომპეი. მისი ინტერესის თვალსაჩინში მოხდა კავკასია. პირველად რომის იმპერიის ჯარისკაცები შემოიჭრნენ იბერიაში 65 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ჯერ იყო სომხეთი, ეხლა სომხეთი უფრო გახსნილი ქვეყანა იყო. საქართველოს ბევრად უფრო მეტად დაცული იყო კავკასიით გზით და სომხეთთან უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ რომაელებს და თან აქ შეიქმნა ეს კოალიცია, იმიტომ რომ თვითონ სომხეთის მეფე მაშინდელი და მითრიდატე იყვნენ სიმამრი და იბერიაც და ალბანეთიც მათი მოკავშირეები იყვნენ. ამიტომ ამას ვერ გამიჯნავდნენ. შეიჭრა იბერიაში პომპეუსი, მაშინ დაწვა არტაკმა ტყვარზე ხიდი, მერე კიდე არაგვის ხიდი დაწვა და ამიტომ არისო ჩვენ ვიცით რომ პომპეუსმა იქ ააგო ხიდი ტყვარზე. და შემდეგ უკვე პომპეუსი მიდის და მის ყვალდაკვალ, მითრიდატეს ყვალდაკვალ და გადადის კოლხეთში. საბოლოო ჯამში მითრიდატე საშინლად დამარცხდა და ეს ყველა მიცის მისი სიკვდილის ამბავი, იცით თქვენ? შხამიდალია? ვერდალია. ვერდალია. აღაშია საქმე. ბევრი ანტიდოტი ქონდა. ხო, მთელი ცხოვრება ცოტ-ცოტა შხამს იღებდა, რომ გამოემუშავებინა ეს ანტიდოტები სხეულში და იძულებული იყო, რომ სხვისთვის ეთხოვა, რომ მოეკლათ საბოლოო ჯამში. მოკლედ ეს არის. ხო. რახან გაიმარჯვა პომპეუსმა, საქართველოს და ალბანეთიც და სომხეთიც გახდნენ რომის ვასალები. თან რამდენი ხანი ვიყავით ასე ვთქვათ რომის ვასალობის ქვეშ? ვასალობის ქვეშ ეს იყო სულ მუდმივად გარდამავალი, იმიტომ რომ აქ იყო ირანი, ანუ მაშინდელი სპარსეთი და ეს ქვეყანა თვლიდა თავს ჰეგემონად ამ ხანაში, მაგრამ პარტია მაშინდელ სპარსეთს ეძახდნენ პარტიას. და პარტიელების შედარებით უფრო ნაკლებად ძლიერები იყვნენ აქემენიდები და შემდეგ სასანიდები და რომთან ჰქონდათ აი მუდმივი დაპირისპირება. და იცით რა, ამის გამო რომაელებმა ჩათვალეს, რომ თუ უნდათ რომ პარტია გაანეიტრალონ, კავკასია უნდა გახდეს მათი ქვეშევრდომი თუ არა, კარგი მეგობარი მაინც. ამის გარდა იბერიაში გვაქვს რამე რომაული ნაშთები შემორჩენილი? ძალისას გარდა? ძალიან ბევრი.
უპირველეს ყოვლისა ეს არის არმაზის გათხრები, რომლებიც ისეთ რაოდენობის მასალებს შეიცავს, რომ უნდა წახვიდეთ მუზეუმში, რომ დატკბეთ. ეს არის საოცრება მართლა. და ყველაფერი ის, რაც იქ არის, ჩანს როგორ ერთ საფლავში არის რომაულიც, ქართულიც, თქვათ და სპარსულიც. ძვირფასი ნივთები ყველაზე კარგად მეტყველებს, როგორი გაცვლა-გამოსვლა და დიპლომატია და სავაჭრო ურთიერთობები ქონდა. ჩვენ ვიმყოფებით უკვე სასახლეში. და ამ მხარეს, ეს მხარე არის ტრიკლინიუმი. ესე ეძახიან რომაელები საქეიფო დარბაზს. ტრიკლინიუმი, იმიტომ რომ 3 ადამიანი ჯდებოდა აქა. ამხელა დარბაზში მარტო 3 ადამიანი. კი, ესე არის, შეიძლება მეტი ყოფილიყო, მაგრამ საერთოდ ითვლება, რომ 3 არის კარგი, რომ კარგად დალიონ და კარგად მოიხინონ და ეს ოღონდ კი არ ხედან მაგიდასთან რაღაცაც წვანან ტახტებზე. აქ ხედავთ დიონისეს ნიღაბს, რომელიც ჩვენსკენ იყურება. ამ ვალუტებში არის სხვადასხვა ხილი. საერთოდ ეს მოზაიკური იატაკის სქემები ძალიან ხშირად არის ხოლმე ფერწერული ტილოებიდან. და არის ბუნებრივი ქვებიდან მხოლოდ. არანაირი შეღებილი არის ესენი. არაფერი არ არის შეღებილი. ეს არის ბუნებრივი ფერადოვანი ქვები, რომელიც აქ ხო წყალი მაინც არსებობდა, ისხმებოდა და ეს უფრო სიმძაფრეს აძლევდა ფერს, მაგრამ თავისთავად 12 ფერი არის დათვლილი. არის ქვიშაქვა და რამოდენიმე ანდეზიტი. ეს კომპოზიცია როგორია? კვადრატულია და 4 კვადრატი აქვს კუთხეებში. შუაში არის დიონისე და არიადნე კლინეზე, ასევე ტახტზე წამოწოლილი. ეს არის ძალიან საინტერესო. ამას ეძახიან დიონისეს ნატურმორტს. ეს არის მაგიდა სამფეხიანი ლომის ძირებით, რომელზეც დგას ვერცხლის ჭურჭელი და ეს ყველაფერი არის ვაზის ტალავერის ქვეშ. კაი საქეიფო ადგილი იყო ეს. ზუსტად, ესე იგი ეს არის საქეიფო ადგილი და ეს არის ასევე დიონისეს და არიადნეს ქორწინება. დიონისეს სახელი. აქ ყველა არის დაწერილია ყველა სახელი. დიონისესიც და არიადნესიც. მარტო აქ არის დაწერილი დიონისე. სხვაგან ჩვენ არ შეხვედრია და არის ბერძნული წარწერები. დიონისის აქვს 2 ბუნება, ადამიანისაც და ღვთაებისას, იმიტომ რომ მისი მამა იყო ზევსი, დედა იყო სემელე. სემელე კადმოსის ქალიშვილი იყო. ახლა კადმოს რაღაცა ურთიერთობები ამ მითოლოგიაში აიეტთან აქვს. კადმოსმა მოკლა ის გველეშაპი იყო თუ ურჩხული, რომის კბილები მისცა მერე აიეტს. იმან დათესა მერე იმისთვის. საერთოდ ეს მითები ყველაფერი გადახლართულია ერთმანეთში. არიადნეც ჩვენი ნათესავია ხო? არიადნე ნამდვილად არის ჩვენი ნათესავი, იმიტომ რომ აიეტის და იყო. აიეტის დიშვილია. პასიფაე, ხო. დიონისეს შესახებ არის ბევრი ისეთი მითი, რომელიც მას აღიარეს პერსეფონას ქალიშვილადაც. ხო და გარდა იმისა, რომ არის ორბუნებოვანი როგორც ღმერთის და მოკვდავის შვილი, რომელიც ფაქტიურად მე მგონი ოლიმპოზე არც არის ესეთი ღმერთი, რომ დაფიქრდე. ასევე მას აქვს 2 ბუნება საერთოდ, ხო? ეს არის ძალიან ბევრი ფარველი, ესე იგი ეს არიან სხვა ოსნები თუ სხვადასხვა ვაჭრობა და ასე შემდეგ, მაგრამ არის შლეგიც, იმიტომ რომ სვამს ამ ღვინოს. და ამ სიშლეგეში არის ასევე ძალიან შურის მაძიებელიც. იკონოგრაფიულად ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ არიადნესაც უჭირავს ტირსი ხელში, რაც სხვაგან არსად არ ყოფილა და მეორე ხელში კი ყანწი. და გარდა ამისა, აი ამ 4
კვადრატში არის წარმოდგენილი პუტი ფრთოსანი, რომლებსაც უჭირავთ ხელში წელიწადის ყველა 4-ვე დროისთვის დამახასიათებელი სცენარეები. მერვე საუკუნეში, როდესაც არაბების შემოსევა იყო და შეიძლება თემურლენგის მერეც, საერთოდ აღარ არის აქ ცხოვრების კვალი, კაიხანი. მაგრამ უკვე შუა საუკუნეებში აქ ჩადგეს ეს ქვევრები და ამან ძალიან დააზიანა, ყველაზე მეტად მაგან დააზიანა. მოზაიკას ესე ვერ გააკეთებ. ამას უნდა თავისი სკოლა და თავისი მომზადება, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ ამდენი პატარა ოთხკუთხა რაღაც უნდა იყოს დაჭრილი, ერთმანეთთან შეწეპებული, აქ უნდა მონაწილეობდეს ხელოსანიც, მხატვარიც, ინჟინერიც, ძალიან ბევრი რამ. როგორც ჩანს, ეს მოზაიკური სკოლა სადღაც არსებობდა. ყველაზე მთავარი რაც აქ არის წარწერა, ბერძნული. ბერძნული რატოა? საქართველოში მაგ დროს ორი ალფაბეტი არსებობდა. ეს იყო ბერძნული, ლათინური არ არის ნახსენები და არც გვაქვს და მეორე იყო არამეული და არამეულის განსაკუთრებული თავისებური სისტემა, რომელსაც არმაზული ეწოდება, ეს გიორგი წერეთელმა შემოიტანა ეს ტერმინი და დამკვიდრდა კიდევაც, იმიტომ რომ ცოტა განსხვავებულია ჩვეულებრივი არამეულისგან. და არამეული საკმაოდ იკლებს უკვე მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. ესე იგი, რა წერია ამ წარწერაზე? მოხსენებული იყო პრეისკოსი, რომელმაც ეს გააკეთა. აი ხა ვინ არის ეს პრეისკოსი? პრეისკოსი არის ძალიან ლათინური სახელი. მაგრამ ვინ არის ეს პრეისკოსი? სრულებით თავისუფლად შეიძლება რომ ქართველი იყოს. ჩვენ გვაქვს ისეთი სახელები, როგორც არის აურელიუს აკოლის. არის საქართველოში ხდება ეგეთ სახელები. ხო, ის თითო პიტიახშების სახელები, ფლავიუს დადეს. უნდა ითქვას, რომ თუ კი სადმე ამ ასეთ ჩრდილოეთ მხარეს არის მოზაიკების, ეს საქართველოა. ვისიც იყო ეს სასახლე, ალბათ იმას უნდა თავის მოწონება. ეს ქვევრები არის აშკარად, ხო? ეს არის აპოდიტერიუმია, ეს არის ქვევრები. ეს არის უკვე გვიან შუა საუკუნეებში. ხო, ეხლა ეს აპოდიტერიუმი, ეს სიტყვა აპოდიტერიუმი ნიშნავს, რომ ეს არის გასახდელი ოთახი. ის ოთახი, რომელშიც ემზადებიან, შევიდნენ მერე აბანოში. იქით აბანო. ხო, აქ არის მშვენიერი ორნამენტული ჩარჩო და ასევე არის ძალიან საინტერესო დელფინის გამოსახულება და კალათა თევზებით. აკარგად არის შენახული ნეტა. რის ხარჯზე მოხდა ამისი შენახვა? ნუ ახლა არ იყო მიწით იყო დაფარული. მიწით იყო დიდი სქელი, მიწით იყო და არ იყო ეს ადგილი არანაირად მნიშვნელოვანი. სახლებს არ აშენებდნენ და ამის აღმოჩენა იქნებოდა ალბათ ერთი დიდი სასწაული აღმოჩენი. რა თქმა უნდა. როგორი ბედნიერი იქნებოდა, თან ესე კარგად შენახული. და ეს არის პატარა კერძო აბანო. და ეს აბანო შედგება 3 ნაწილისაგან. ეს არის ცივი თბილი და ცხელი გაყოფილებები. და ამას ქვია კალორიფერები, აი ესეთი პატარა კერამიკული მრგვალი დისკები, რომლებიც ერთმანეთზე ეწყობა და ის აცხელებს და ასევე არის კედლებში დატანებული. თვითონ ამ დიდი ნაგებობის მშენებლობა ბოლომდე არ არის აღდგენილი, ეს იყო ქვის საფუძველზე ალიზით აშენებული. აი დიონისესთან დაკავშირებული თეატრის მარტო რაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არის ნიღმები. დიონისეს და არიადნეს ისეთი ნიღმები არის სარკინედან საოცარი და ასევე არის შესანიშნავი დიონისეს გამოსახულებები ვანში. და თუ ხდება რამე აი სინკრეტული ღვთაებები იბერიულ პანთეონთან და რომაულ პანთეონთან? ალბათ იყო ჯულეტა რუხაძე იყო ესეთი, რომელსაც ბერიკაობა აქვს შესწავლილი და ის ფიქრობს, რომ აი ბოჩი იგივე დიონისია და მე აბსოლუტურად ვეთანხმები. ბოჩი რა არის?
ბოჩი იყო ქართული ღვთაების სახელი. ბოჩი არის იგივე ბახუსი? ბახუსი. ხო ჩანს ესეთ თუ მოგივიდა თავში, ესე იგი შეიძლება ყოფილიყო. საერთოდ თვითონ დიონისე ითვლებოდა, ეხლა ნაკლებად ითვლება, რომ ბერძენი არ იყო და იყო ფრიგიელი. აღმოსავლეთიდან მოვიდა. დიო არის ღვერთი, ნისა, ეს ნისა კარგად არ იციან ზუსტად სად იყო, მაგრამ საიდანღაც ფრიგიული. საინტერესოა, იმიტომ რომ დიონისეს ხშირად გამოსახავენ ხოლმე ვეფხვის ტყავთან ერთად. ეს სხვა ისტორია, ის წავიდა როგორც განვითარების ეს ეჩვენებინათ რა რამდენად გავრცელდა მისი კულტი ეგვიპტეში, ინდოეთშია წასული და ის არის მისი ვეფხვის. ხო და ინდოეთში ღმერთებს ძალიან ხშირად გამოსახავენ ხოლმე ვეფხვებზე. შივას ნებისმიერი გამოსახულება არის ის, რომ ვეფხვის ტყავზე ზის. და სპილოებთან ერთად არის გამოსახული ასევე დიონისე და მე ამას ვაძავს ვინ? ალექსანდრე მაკედონელი. იმას აქვს ესე თავზე ლომის გამოსახულება. დიონისეზე გამოგვივიდა გადაცემა და მეც ეს მომწონს. მაგას სახელებიც კი ერთი არა აქვს, ხო? ბახუსი ხო თქვით და კიდე არის ლიბერი. ლიბერი. პლებეური ცრუ ღმერთი. პლებეური ცრუ ღმერთი. რომელიც ისე გადავიდა მართლა ზღვარს, რომ რომაელებმა ერთ პერიოდი აგრძალეს. დიონისეს ქალები ეს ცალკე თემაა. არა, ქართულ ხასიათს ძალიან ესადაგება. კი, ესადაგება. არა, საოცარი იმპერია იყო, საოცარი იმპერია იყო და ესე იგი, აი შემოსევები რაც იყო და ფაქტიურად ძალიან დიდი კულტურა შემოიტანეს, ბევრი რამ შეიცვალა. სიტყვა ვინო ლათინურში მე მგონი არა, გამიგეგეთ ესე რომ ქართულიდან არის. აბსოლუტურად დამტკიცებულია, რომ ვინო არ არის ინდოევროპული და ჩვენ გვაქვს ღვინო, რომელიც არის უძველი და არის ყველგან გავრცელებული და ამას უკვე არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის არა ინდოევროპული სიტყვა. შეიძლება აქედან შევიდა ლათინურში. ძალიან შესაძლებელია. მაგალითად, რომელი სიტყვა შევიდა, იცით კიდევ? ხოხობი, ჩვენ გვაქვს სიტყვა ხოხობი, მაგრამ თელს დასავლეთ სამყაროში ეს არის ფაზის, ფაზან და საიდან? ფაზისიდან. ქრისტიანობა რომ მიიღო საქართველოს მე-4 საუკუნეში და რომ ასე ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიცავთ ამას, ალბათ ესეც არის იმ ერთგულების გამო, რაც იყო რომსა და საქართველოს შორის და ვერ ვიტყვით, რომ არ ყოფილა გარკვეული პრობლემები, მაგრამ მაინც ეს იყო ცივილური დამოკიდებულება ერთმანეთის. პრინციპში მაშინაც ალბათ იდგებოდა არჩევანის წინაშე საქართველოს. ეს ყველა მიცის, რომ არსებობდა ისეთი ძალიან ცუდად მოიქცნენ ბიზანტიელები. ძალიან საქართველოს მიმართ მოკლეს გუბაზი და დიდი უბედურება ხდებოდა მაშინ და მაშინ ორი ადამიანი გამოვიდა და თავის დამოკიდებულება თქვეს, როგორ უნდა გადაეწყვიტათ ეს საკითხი. ზურგი შეექციათ ბიზანტიისთვის და
ირანისკენ მოტრიალებული იყვნენ თუ პირიქით. და ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ რელიგიურად ჩვენ ვერ მივიღებთ აი სწორედ აი ამ სპარსულ აი ამ სადამარხვის წესს, რომელიც არის როგორც ქვია ხაერის დაკრძალვა ეს. ღიაცის ქვეშ როტოვება, ხო გარეთ. ტოვებდნენ ღიაცის ქვეშ სულ ცხოველებს დაეგლიჯათ და ეს იყო ქართველებისთვის სრულიად მიუღებელი, ამიტომ ჯობიაო რომ ჩვენო თავი დავხაროთო და რაღაცეები შეუნდოთო, ვითხოვოთო რომ დასაჯონის ხალხი ვინც ეს ჩაიდინაო, მაგრამ მაინც დავრჩეთ იმათ მხარეს. ვა, რა საინტერესო. აქედან მოხდა ესე იგი იბერიისა და ევროპის გადაბმა ერთმანეთში, რამაც აი ცოტა მისტიციზმი რომ მოვაშოროთ მაგ ამბავს, რატომაც აირჩია მირიანმა ქრისტიანობა. და სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება ეგრე რომ შევაფასოთ, აშკარა არის რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო ეს მარტო დაბნელების ამბავი არ იქნებოდა. ესე იყო, იმიტომ რომ არასდროს არ უნდათ ბოლომდე რომ ყოფილიყვნენ აი სწორედ სპარსეთის, მხოლოდ სპარსეთის იმედზე რა. თორე ისე ყოველთვის იყვნენ ხა შუშანი კი ვიცით ბოლოს და ბოლოს ვარსკენი ვაღარ უკვე გაქრისტიანებული და ყველაფერი ისე წავიდა და მეორე ცოლი მოიყვანა და ხო იმანაც გადაწყვიტა რომ ისევ დაბრუნებულიყო ან ირანულ რელიგიურ წიაღში, მაგრამ შუშანიკმა უკვე ეს ისე გააპროტესტა რომ მაგის წმინდა და საინტერესო ის არის რომ უკვე ასე ვთქვათ რომაული კულტურა შემოსულია და ქართველი ხალხი მეტნაკლებად უყურებს იმას თუ რა არის რომაული კულტურა და შესაბამისად ეს არჩევანიც უფრო მარტივი იქნებოდა მაშინ რომ აიკეთებოდა. აუცილებლად, მაგრამ შორს იყო. ირანი უფრო ახლოს იყო და ამიტომ ირანული გავლენა ყოველთვის იყო, ამას ვერავინ ვერ უარყოფს და მე თურქეთი დაემატა უკვე მე-15 საუკუნამდე სად იყო თურქეთი, არა მე-15 საუკუნიდან უკვე ორ სრულიად მუსულმანურ და თან სხვადასხვა კონფესიის მუსულმანურ სამყაროსთან ბრძოლაში იყვნენ ქართველები, მაგრამ აი ეს შეგრძნება რომ ეს უძველესი დროიდან ქრისტიანები არიან, ნუ არ დაგვიკარგავს და არც ალბათ არ არის. და მიუხედავად მაქსის შორის ამდენი ხნის მანძილზე მაინც კი, ესე არის. გვიჭირავს. ასე იყო სომხებიც, ეს ორი ქვეყანა არის სრულიად გამონაკლისი. წარმოიდგინეთ ახლა რომ ჩვენ არაფერი ბევრი არ აგვაქვს არაბული, რამდენი წელი იყო, რამდენი საუკუნე იყო არაბეთი. არა? და არაფერი დიდი არ აგვაქვს მაგათგან კულტურული თვალსაზრისით. არ იწოვდნენ ისე, როგორც აი ეს დასავლური ბერძნულ რომაული სამყარო ბევრად უფრო მეტად მიიღეს, ძალიან კარგად გამოიყენეს და ბევრი რამ ასევე ისე გარდაქმნეს, რომ უკვე სრულიად ქართულია. მოგწონდა და როგორც წეგან აღმოჩნდეთ ალბათ ქართულ ხასიათთან ახლოს იქნებოდა ეს ღვინოც დიონისეც. ნუ ქართულ ხასიათთან ღვინო მართლა არის ერთ-ერთი უმთავრესი, იმიტომ რომ მუსულმანები კრძალავენ საერთოდ. და ძალიან საინტერესოა ის რომ აი ჩაქაფული, ხო? ჩაქაფული ცხვარი ქართველებს არ უყვართ. ყველა ეძახის რომ არ გვიყვარს, რატომ არ ვიცი, მაგრამ ჩაქაფულშიც კი ღვინო ჩაასხეს, რომ მუსულმანური ელფერი არ ქონდა. ეგ არის. მადლობა ძალიან დიდი ამ შესანიშნავი ექსკურსიისთვის და მადლობა თქვენ. მე ვიქნები ამ ადგილის პროპაგანდისტი. პროპაგანდისტი ყველა უნდა გაახდეს. აუცილებლად, რომ ეს ძალისაში ძალები ავაგროვოთ. ხო, ნამდვილად საჭიროა ამისი გაკეთება ისე როგორც იმსახურებს, უბრალოდ მეტი არაფერი.